ბელორუსია. Rule South Belarus გამარჯვებას. Our sixth finalist is ვინ არის მეექვსე იღბლიანი? Denmark. დანია. დანიას მართლა კარგი სიმღერა აქვს. თუმაშება და ავსტრია შეიშვენებს. The seventh ასე ძალიან finalist მომეწონა. is ეს იყო ავსტრია და დარწმუნებულია რომ ავსტრიაც მოხდება Russia. გამარჯვებული. თუმცა მეშვიდე გამარჯვებული ქვეყანა არის რუსეთი. რუსეთს კარგი სიმღერა ჰქონდა დიანა გარიკოვას შესრულებით. We now know the first 7 countries. უკვე ვიცით 7 ქვეყანა, რომელიც უკვე ფინალშია, თუმცა ჩვენ კიდევ 9 შემსრულებელი და 3 ბილეთი დაგვრჩა. იღბლიანი 3 ბილეთი. აი აქ მარნუის ავსტრია. The 8th finalist is მერვე ფინალისტი გახლავთ ანუკს Belgium. ბელგია და ანუკის რა თქმა უნდა იმსახურებს გამარჯვებას. ანუკი არ უნდა დაიწეროს. ჩეთის შეკა უცხო იყო ანუკი ამ ამბავში, მაგრამ ფაქტია რომ ეს ნიჭიერებაზე მეწყოლებს რომ აქვს ესეთი ფართო დიაპაზონი ჟანრობრივად რომ შევაფასოთ მისი რეპერტუარი. Nobody's wife-იდან დღევანდელ სიმღერამდე. მეცხრე, 2 ქვეყანაა დარჩენილი. ანუკი Ukraine. ჩაგრება უკრაინა, ულოცავთ უკრაინას. ულოცავთ უკრაინას ფინალში გადასვლას. და აბა იქნება ბოლო იღბლიანი. And the 10th, the last finalist is სერბი გოგონები ნერვიულობენ როგორც ჩანს, თუმცა ყველაფერი უსაბათ დარჩენილი ქვეყნებიდან ყველას უნდა ერგოს ეს იღბლიანი ბილეთი და ეს იქნება საქართველო არა, ხო? ეს არა საქართველო ხუთშაბათს. ანუქს გახვირიან ჰოლანდიელები და მეც ვერტები. რა თქმა უნდა, ანუკი არ უნდა დარჩენილი. ძალიან გამიხარდა მეც ანთავის გადასვლა ფინალში. მე გიჩვენებ რომ თუ არ გაქვს მოსმენილი ანუკის Nobody's Wife მოისმინოთ და ვიყვებით რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ეს მომღერალი. და ის საბოლოოდ here are tonight's lucky winners. უცავს პენზა გამარჯვებულებს. ეს არის მოლდოვა. ეს არის ლიტვა, თუმცა დამჭირდეს ავსტრია. ვთქვით რომ სად არის სამართალი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ეს არის კონკურსი, რომელსაც სადაც გამარჯვებულს მაინც მაყურებელი იწვევს. მაყურებლის აქტიურობა. ესტონეთი შემდეგ ქვეყანა. ბელარუსი. მეხუთე გამარჯვებული ქვეყანა. დანია. ეს არის ის 10 ქვეყანა, რომელიც მიიღოს მონაწილეობას ფინალურ